ეს არის მაგნიუმი ფორმა, რომელსაც დიდი ალბათობით იღებ და კიდევ უფრო დიდია შანსი, რომ ფულს ტყუილაყრი. რატომ მოგიყვები? ამ ვიდეოს შენ გაიგებ, რომელია მაგნიუმის ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნაკლებად ეფექტური ფორმა, რატომ არის მის გარშემო ამ ხელა აჟიოტაჟი ატეხილი, გაიგებ, რომ მაგნიუმი შენს ორგანიზმში 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში იღებს მონაწილეობას, ასევე გაიგებ, რომ დღის რაციონში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები ისედაც შემოგეპარება ხოლმე და თუ ეს ასე არ არის, გასწავლი რა პროდუქტებისგან მიიღო მაგნიუმის დღიური საჭირო დოზა. კაი, სანამ მაგნიუმის დანამატების ფორმებზე გადავალთ, კითხვა დავსვათ, რატომ ატყდა აჟიოტაჟი მაგნიუმის გარშემო. ნამდვილად ჯადოსნური აბია, როგორ შეიძლება ისეთ დროს, როცა ჩემს ორგანიზმში ერთობლივად 1000-ზე მეტი პროცესი ხდება, ერთი ჯადოსნური აბი იყოს ყველაფრის მშველელი. ამისთვის უნდა გითხრა, რომ მაგნიუმი არის რომელიმე ჯადოსნური ერთი მინერალი. არამედ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანამატი, რომელიც ჩემს ორგანიზმში დირიჟორის როლს ასრულებს. წარმოიდგინოთ, ჩემი ორგანიზმი არის ორკესტრი. მაგნიუმს როგორც დირიჟორს 300-ზე მეტი მუსიკოსი აბარია, ანუ აკონტროლებს თუ სად და როდის იმუშაონ. ის გვაძლევს ენერგიას ATF-ის წარმოებით, გვიდუნებს კუნთებს ვარჯიშის შემდგომ, კარგად გვაძინებს, გვიმშვიდებს ნერვულ სისტემას, გვეხმარება სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმში. მოკლედ, მის გარეშე ყველა საისხლო ფუნქცია თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა. სანამ მაგნიუმის დანამატებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გაგახსენო, რომ შენი რაციონი როგორც წესი, მაგნიუმით მდიდარ პროდუქტებს ისედაც უნდა შეიცავდეს. ამის ილუსტრაციისთვის შენ ეს ფოტო დაგეხმარება, სადაც ნახავ მაგნიუმით მდიდარ პროდუქტებს საკობ რაციონში. როგორც წესი, მცენარეული წარმომადგენლები გვყავს ჩემპიონები, როგორც მწვანე ფერის ბოსტნეული, ისევე თხილეულ თესლეული, ისევე პარკოსნები და თუნდაც შავი შოკოლადი. მაგრამ კონტექსტში რომ ჩავსვათ, ადამიანის ყოველდღიური საჭიროება უმრავლესობას დასრული კაცისთვის, მაგნიუმის 400-420 მგ-ია, ხოლო ქალისთვის 300-320 მგ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღის განმავლობაში შენ მოახერხე და ჭამე ერთი მუჭა გოგრის თესლი, დაახლოებით 30 გრამი, ერთი თებში ლობიო, ან ერთი სავსე თებში ისპანახი, ამას დააყოლე ერთი ცალი ავოკადო, ამან მოგცა 400 მგ მაგნიუმი დღის განმავლობაში, რაც უფრო მეტი გადამუშავებული პროდუქტი შემოდის რაციონში. მაგნიუმის არასაკმარისი მოხმარება ნამდვილად შესაძლოა დადგეს დღის განმავლობაში. აქ შემოდის უკვე კიდევ ერთხელ საქმეში საკობი დანამატები, მაგრამ პირველი პრიორიტეტს ვაკეთებთ პროდუქტებზე. მაშასე, რომელია მაგნიუმის ის ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის, რომელიც მარკეტინგული ჩემპიონია, თუმცა ამასობაში ყველაზე ნაკლებად მუშაობს. ეს არის მაგნიუმის ოქსიდი. როგორც წესი, მაგნიუმის ოქსიდს ყველაზე დიდი რაოდენობები აწერია მაგნიუმის შემცველობის. ჩვენც აღარ გვიყვარს ზედმეტად ტვინის დაძაბვა და ვირჩევთ, რომ ეს უფრო უკეთესი იქნება. მაშინ, როცა აღმოვაჩენთ, რომ მაგნიუმის ოქსიდი არის ისეთი მაგნიუმის ფორმა, რომელიც ყველაზე ცუდად შეიწოვება. ამის მარტივი პასუხია ერთ სიტყვა: ბიოშეღწევადობა. წარმოიდგინეთ, წყალში ცდილობ გახსნა მარილი და რიყის ქვა. მარილი გაიხსნება, რიყის ქვა კი არა. სწორედ ესეთია მაგნიუმის ოქსიდი ადამიანის ორგანიზმში რიყის ქვასავითაა კუჭის მჟავებთან თითქმის უხსნადია, რის გამოც ადამიანის ორგანიზმის საჭმელ-სმანობელი სისტემა მას ვერ შეიწოვს. მაშინ სად მიდის ამდენი მაგნიუმი? სადაც რჩება ნაწლავში. სწორედ ამიტომ მისი ერთ-ერთი ეფექტი საფაღარათოა. ოსმოსის კანონით, რახან მაგნიუმი მინერალია, სითხეს შემოკრებს ნაწლავებში, რის გამოც ეხმარება შენი კუჭის მოქმედების დაჩქარებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგნიუმის ოქსიდის ფორმა სრულად უსარგებლოა, მაგრამ როცა შენ მაგნიუმს ყიდულობ და ელოდები მის ჯადოსნობას, რომ გამოგისწორებს ძილს, გაგიუმჯობესებს სისხლის გლუკოზის კონტროლს, დაგიმშვიდებს ნერვულ სისტემას, შედეგად სულ სხვა რამეს იღებ. რა თქმა უნდა, თუ შენი მიზანი არის ყაბზობის მოგვარება, ნაწლავის პერისტალტიკის გაუმჯობესება, მაგნიუმის ოქსიდი შეიძლება კარგი დამხმარე იყოს, მაგრამ ვაღიაროთ 99% ადამიანების მაგნიუმს ამ მიზნით არ ყიდულობს. მაგრამ რა ვქნა, თუ ჩვენი მიზანი არის მაგნიუმის სხვა ჯადოსნური თვისების მიღება, იმისი რომ გამოგვისწოროს ძილი და დაგვამშვიდოს. აქ საქმეში შემოდის მაგნიუმის გლიცინატის ფორმა. ია გამოაშკავა რა ვერო პიტერ პარკერი ვარ ხო? წარმოიდგინე შენ ნერვული სისტემა არის კომპიუტერი, სადაც მუდმივად 100 ფანჯარა არის ერთად გახსნილი 10 პროგრამა ერთად მიმდინარეობს და შენი პროცესორის 100%-ით მუდმივად დაკავებულია. მაგნიუმის გლიცინატი ამ შემთხვევაში არის ultimate optimizer-ი. It's been an honor serving with you all. Optimus Prime. Roll out. რომელსაც შეუძლია ერთი ღილაკზე თითის დაჭერით ყველა არასაჭირო ფანჯარა დახუროს, პროგრამები დაასრულოს და გაანთავისუფლოს შენი პროცესორის მეხსიერება. ანუ ის კომპიუტერს კი არ თიშავს, არამედ მას ხდის უფრო სწრაფს, უფრო ჩუმს და უფრო ეფექტურს. ამ დროს საქმე გვაქვს ნეიროტრანსმიტერებთან. მაგნიუმი თავის ტვინში უკავშირდება GABA-ს რეცეპტორებს.
GABA, რომელიც არის გამა ამინო ბუტირატის მჟავა, რომელსაც დიდი ალბათობით გიორგი ამოჭრის, არის შენი ტვინის მთავარი მუხრუჭი. ამ დროს მაგნიუმის ერთ-ერთი როლია შენს ტვინში დამამშვიდებელი ეფექტები ჩართოს, ამას აკეთებს ასევე გლიცინი, რომელიც მაგნიუმთან მიერთებული ამინომჟავაა, რომელსაც ექსკლუზიურად თავადაც იგივე დამამშვიდებელი უნარი აქვს. ანუ წარმოიდგინე დაახლოებით ორ კომპონენტს იღებ, რომელსაც ერთი ფუნქცია აქვს. სწორედ ამიტომ მაგნიუმის გლიცინატის ფორმა განსაკუთრებით ეფექტურია ძილის პროცესისთვის. ის კი არ ქთიშავს როგორც სხვა საძილეები, არამედ გამშვიდებს იმისთვის, რომ შენი ძილის ღრმა პროცესები ეფექტურად წარიმართოს. კარგი, ნერვები დავამშვიდეთ, ძილი მოვიწესრიგეთ, მაგრამ რა უყოთ კვების მერე სისხლში გლუკოზის პიკს ან ინსულინის მგრძნობელობას? აქ საქმეში შემოდის ორი მნიშვნელოვანი მაგნიუმის ფორმა: მაგნიუმის ციტრატი და მაგნიუმის ტაურატი. ეს ორივე ფორმა ჩემპიონია ამ მიმართულებით. უნდა ვიცოდეთ, რომ მაგნიუმის ციტრატი ყველაზე გამოკლეულია და მაგნიუმის ციტრატში მაინც მთავარი წამყვანი მოთამაშე მაგნიუმია. მაგნიუმის როლი სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმში ჭირიმით მომწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის პირდაპირ მოქმედებს ინსულინის სიგნალის პროცესში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უჯრედს უფრო ეფექტურად აქვს უნარი მიიღოს გლუკოზა და გადაამუშავოს შემდგომ ენერგიისთვის. ციტრატიც ვიცით, რომ არის ფორმა, რომელიც მაგნიუმს ეხმარება ეფექტურად გადაკვეთოს ყველა ბარიერი გზაზე, რომ მისმა ეფექტმა სისხლში გლუკოზის მიმოცვლამდე სწორად მიაღწიოს. აი მეორე ფორმა, მაგნიუმის ტაურატი, განსხვავდება მაგნიუმის ციტრატისგან. თუ მაგნიუმის ციტრატი მენეჯერი იქნებოდა, მაგნიუმის ტაურატი არის სპეცრაზმის დანიშნულების წევრი. როგორც ვიცით, მაგნიუმის ტაურატზე ბევრი კვლევა ადამიანებს ჩატარებული არ გვაქვს, თუმცა თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ცალკე მაგნიუმი, წეგან ახსნილი მოცემულობის გამო, ასევე ცალკე ტაურინს აქვს უნარი სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმზე ემოქმედოს იმით, რომ გაუმჯობესოს ინსულინის მგრძნობელობა, ანუ შეამციროს ინსულინის რეზისტენტობა, ძალიან ჭკვიანური იქნება ეს ორივე კომბინაცია დავნერგოთ სისხლში გლუკოზის მენეჯმენტის მაგნიუმის ფორმის ძიების პროცესში. მოკლედ, კვლევები გვაკლია, მაგრამ რაც გვაქვს საკმაოდ საინტერესოა, მაგნიუმის ციტრატი ან მაგნიუმის ტაურატი, როგორც ერთ-ერთი მთავარი დამხმარე საშუალება სისხლში გლუკოზის მენეჯმენტის პროცესში. წერტილი. კარგი, დაუშვოთ, რომ ძილი არ გაკლია, სისხლში გლუკოზის მეტაბოლიზმის პრობლემაც არ გაქვს და გინდა შენი ტვინი ულტრა მოუძია იყვანო, იმისთვის რომ შეხვალ ოთახში არ დაგავიწყდეს, რისთვის შეხვედი, რომ საუბრობ შუაგზაში არ გაგიწყდეს აზრი და გაიხსენო რაზე იყო საუბარი, შემოდის მაგნიუმის ფორმა L-თრეონატი. წარმოიდგინე, რომ შენი ტვინი არის ციხესიმაგრე ძალიან დიდი კედლით. ამ ციხესიმაგრეს კედელს ყავს თავისი მზვერავები. ყველა სხვა მაგნიუმის ფორმა არის არმია, რომელიც მიასკდება კედელს და ცდილობს შეაღწიოს აწვება რამდენიმე მაგნიუმი გაძვრება, მაგრამ როგორც წესი, კედელი და მზვერავები უმეტესობა მათგანს უკან გამოუშვებენ. L-თრეონატი კი არის ფორმა, რომელმაც ამ კედელში ციხესიმაგრეში შესასვლელი მცირე გვირაბი იცის. არც მზვერავებს ენახება, გაძვრება გვირაბში ციხესიმაგრის ცენტრში და შეასრულებს თავის მისიას. მაგნიუმის L-თრეონატის ფორმა, L-თრეონატი როგორც C-ვიტამინის მეტაბოლატი, ვიცით, რომ ყველაზე ეფექტურად ახდენს თავზურგ ტვინის სითხეში მაგნიუმის კონცენტრაციების მატებას, რომელიც ეხმარება ყველა იმ ფუნქციის წარმოებას, რომელშიც მაგნიუმია ჩართული ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მაგნიუმის L-თრეონატზე რევოლუციური კვლევები ცხოველებში ტარდებოდა, მოლაპარაკე ცხოველებში, ანუ ადამიანებში კვლევები ჯერ გვაკლია, თუმცა იმედის მომცემია ყველა კვლევა, რომელიც მაგნიუმის L-თრეონატს და კოგნიტურ ფუნქციებს უკავშირდება, მით უმეტეს ხანდაზმულ პირებში. თუ ესეთ ვიდეოები გაინტერესებთ, კომენტარში დამიწერეთ და თუ ბევრი subscribe დაგროვდება ამ თემაზე, მე დამატებით ვიდეოსაც ჩავწერ. ყველა იძახის დავასაბსქრაიბეო და მე არ მინდა? მოკლედ, ვერდიქტი მარტივია. დააპრიორიტეტე მაგნიუმის მიღება რაციონში და თუ საქმე მაგნიუმის დანამატზე მიდგება, გამორკვე შენი მიზანი. თუ კუჭის მოქმედების გააქტიურება გინდა, მაგნიუმის ოქსიდი შენი ფორმაა, თუ მაგნიუმის რეალურ მიზნებს გინდა ჩაწვდე, მაშინ გამოარკვიე შენი ჩემპიონი. აი აქ მივდივართ პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის საძირკველში, სადაც ვიძახით, რომ მთავარი კითხვა ის კი არ არის მაგნიუმი კარგია თუ ცუდი. მთავარი კითხვაა, რომელი მაგნიუმი მჭირდება ეხლა, ამ მომენტში ჩემი მიზნების შესაბამისად. ზუსტად იგივე ლოგიკა დევს სხვა ყველაფერში, D ვიტამინის მიღებაში, ცილის რეკომენდებულ ნორმებში. ანუ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ უნდა მოვეშვათ ლამაზი წარწერების კითხვას ეტიკეტზე, იმიტომ რომ როგორც წესი ყველაფერი ზღაპარია, ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უკან წვრილი ასოებით წერია. აი დაახლოებით ისე, როგორც ბანკში სესხის გაფორმებისას, სადღაც წვრილი ასოებით არის მიდღაბნილი ისეთი პირობები, ფეხი თუ დაგიცდა, მაშინ მიწაში რო ჩაგდებენ. ამიტომ აი შენი სამპუნქტიანი ჩამონათვალი მაგნიუმის ფორმის არჩევისას შემდგომში რო აღარ მოტყუდე. პირველი დასვი კითხვა, რამდენად იღებ მაგნიუმს საკმარისი ოდენობით რაციონიდან. შემდგომ გამოარკვიე შენი მიზანი, ძილის გაუმჯობესება,
სისხლში გლუკოზის მენეჯმენტი თუ მომატებული ფოკუსი. ამის მიხედვით არჩი მაგნიუმის ფორმა, მაგნიუმის გლიცინატი, მაგნიუმის ციტრატი თუ მაგნიუმის თრეონატი. კომენტარებში გამიზიარა შენი გულწრფელი უკავშირო შემდგომში გავითვალისწინო როგორი იყო მოწოდების ფორმა, მარტივი, გასაგები. ამ თემებზე თუ მოგწონს საუბარი, რომელი იქნებოდა ისეთ დანამატები თუ საკვები პროდუქტები, რომლის განხილვასაც ისურვებდი. კომენტარებში გეოლდები და მომდევნო ვიდეოში შევხვდებით.